ყველას მოგესალმებით. დღეს იქნება გაგრძელება ვიდეოთა კრებულის ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიები და ეს არის ნოე რამიშვილის ბიოგრაფიის მეორე ნაწილი. გავაგზავნოთ იქ, სადაც კუჩი გავჩერდით. მოკლედ, 1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ნოე რამიშვილი არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელი კრება მოგახსენებათ არის წარმომადგენლებითი დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის მიზანიც იყო საქართველოს პარლამენტის მოწვევები და შეემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. ეს მეორედ შეიძლება ვთქვა დამფუძნებელი კრება დროებითი მთავრობა. მთავრობაში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 1919 წლის განმავლობაში ასევე სამხედრო მინისტრის თანამდებობა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებული ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. რამიშვილი ებრძოდა თბილისის სომხურ ბურჟუაზიას. ჩაახშო 1918 და 1900 წლების გლეხთა გამოსვლები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. დამფუძნებელ კრებას დაეშვებინა სიკვდილით დასჯა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მკაცრი რეაქციას და დიქტატორული მისწრაფებების გამო. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ 1921 წლის 17 მარტს რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ-კლუშში, შემდეგ ლევილის მამულში. 1929 წლიდან კი ფონტენეი-ო-როსში. თავის სარჩენად მოჰყავდა ბოსტანი. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იყო ევროპის საზოგადო და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ოკუპაციის საკითხა პროპაგანდისათვის შექმნილი კომისიის წევრი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი. და დღეს ამ ვიდეოს პარალელურად კიდე დაიდება 1924 წლის აჯანყებაზე ვიდეო, აგვისტოს აჯანყებაზე. გავაგზავნოთ. 1924 წლის სექტემბერში აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს SSR-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია. რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტი-საბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობაში. 1930 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ემიგრანტებმა პარმენ ჭანუყვაძემ ჩეკას დავალებით მოკლა პარიზში, იტალიის მოედანზე. დააკრძალეს ბანიოს სასაფლაოზე, შემდეგ კი გადაასვენეს ლევილში. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა მისი ოჯახი, რომელიც საქართველოში იყო დარჩენილი. 1959 წელს ყაზახეთში გადაასახლეს ნოე რამიშვილი და 87 წლის მართა რამიშვილი.